აქ რომ მოვდიოდი, ისევ იმას მეკითხებოდნენ, კიდევ აფრიკაში მიდიხარ არ დაიღალეო? არა მეგობრებო. ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტროპიკულ სამოთხეში, სეიშელებზე. ეგზოტიკური და ტროპიკული სამოთხის ეს პატარა ნაწილი, როგორც აღნიშნე, არის სეიშელის კუნძულები. ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მის შემადგენლობაში შედის 100-ზე ცოტა მეტი კუნძული, მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ყველაზე დიდი კუნძულია მაე ან მაჰე, რომელზეც ჩავფრინდი, რომელზეც მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი და ასევე დედაქალაქი ვიქტორია. სხვა მსხვილ კუნძულებს წარმოადგენს ასევე სილუეტი, ბრასლინი და ლადიგი. ახლა კი მოდი მოვაწყოთ ტური და გაჩვენებთ ჩემს ვილას, რომელიც არ არის გადანომრილი და ქვია სახელები, ამას ქვია ვაკა. ჩემს ვილას კლასიფიცირდება როგორც private villa plus pool, ანუ საკუთარი აუზი მაქვს. აი ასე ლამაზესი. ეს არის უკვე სანაპიროზე გასასვლელი. პირდაპირ ამბილიქს მივყავართ სანაპიროზე. და მოდი ამჯერად ისევ გარედან დავიწყოთ დათვალიერება ვილის. და პირველი ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური, რაც აქამდე არასდროს არ მქონია არც ერთ ნომერში და არც ვილაში არის. აი აგერ მეგობრებო, სველი წერტილი არის გარეთ. ღია სივრცეში. ასევე აბაზანა. აი ეს ძალიან ეგზოტიკურად. ახლა შევიდეთ უკვე შიგნით. ყავა წყალი. აქ მინიბარი. საშუალო არჩევანი არა. ბევრი ისეთი არაფერი. თამები, სეიფი და სხვა სანაპიროზე გასასვლელი თამები. საძინებელი. დიდი ორსაწოლიანი, საკმაოდ ფართე და კომფორტული. ტელევიზორიც, პატარა სამუშაო მაგიდასავით. ეს რა თქმა უნდა ხილი დამახვედრეს. გასაღები ვილის და რაც მთავარია ხედი აგერ პირდაპირ. ხო, განსხვავებით მეგობრებო სხვა სასტუმროებისგან, სადაც დავრჩენილი ვარ და რეზორტებისგან, ეს სანაპიროები, რასაც თქვენ უყურებთ კადრში, ეს არის სეიშელების საკუთრება, სანაპიროებია, საჯაროა. ასე რომ ხალხი ყოველთვის მოძრაობს, თუმცა რა თქმა უნდა ამ კუნძულზე ვერ მოდის. ეს კუნძული არის კერძო, თუმცა სანაპიროები არის საჯარო.
მეორე დღეს უკვე გადავწყვიტე დედაქალაქი ვიქტორია მომენახულებინა. აქაურობა იმდენად პატარაა, რომ მთელი ქალაქის დათვალიერება პრაქტიკულად 2 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი, თან ძალიან ლამაზია. ხამოვედი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბილიკზე, კოპოლია Natural Trail. არის საშუალო სირთულის, საკმაოდ მაღალი ელევაციაა, სულ 1 კილომეტრია, მაგრამ სადღაც 400 რაღაც მეტრია ელევაცია. მაგრამ ხედია სასწაული, ასე რომ დავიწყებ. პირველ რიგში სანამ მოხვალთ აქ, რა თქმა უნდა, არის ოფისი, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ. და ღირს 100 სეიშელების რუპია, დაახლოებით $7-მდე გამოდის. ამ თავგადასავლებში დრო ძალიან მალე გავიდა, დღე მიიწურა და აი ასე ემოციური ფონით დავბრუნდი ისევ უკან კუნძულზე, სადაც ვემზადებოდი მეორე არანაკლებ გასაოცარი და თავგადასავლებით ახსავსე დღისთვის. ეს არის უკვე ტრანსფერის დღე, კუნძულთ შორისი გემით მივდივარ მაჰედან ლადიგეზე. პროცედურა არის შემდეგი, ვჯავშნით გემს, მოვდივართ პორტში. ჩეკინდები, ვაბარებთ ბარკს, ვართ აი ასეთი გემით კუნძულთა შორის, ესე იგი მაჰეს პორტიდან ლადიგეს პორტამდე არის დაახლოებით 1 საათის სავალი გზა ოკეანეში აი ამ გემით. One hour later. ამ კუნძულის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ აქვს ულამაზესი სანაპიროები, ალბათ არა მარტო სეიშელებზე, არამედ სოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპიროდ. დასში ასევე გათვალიერებინებთ პარკს, რომლის გავლაც სავალდებულოა, ეს არის გზა, რომლითაც გავდივართ. შესაბამისად ამ პარკში შემოსვლაც ფასიანია, თუმცა რა თქმა უნდა აქაური ფასებით მნიშვნელოვანია. 150 აქაური რუპია, სეიშელების რუპია არის დაახლოებით $8-9-ზეა საუბარი მეგობრებო და არის one day პასი, ანუ ერთდღიანი შესვლა. და რავი, რა შეიძლება ითქვას, ტროპიკული სამოთხე, ულამაზესი კუნძულები, სანაპიროები, ეგზოტიკა და მთელი რიგი თავგადასავლები უკვე სეიშელების ჩემთვის მეორე კუნძულზე, ტექნიკურად მესამე და აი ხა გაჩვენებთ კიდევ უფრო მაგარ კადრებს. Walking alone, the streets are empty. The only thing I can see is my own silhouette. I'm getting stronger, step by step. The clock is ticking, but
but there's no time for regrets. I've been flying from town to town, from London to Taiwan. I've been all around the globe trying to protect your soul. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes tonight. სამეზობლოში ყველაზე ცნობილ ბარში ვაპირებ ახლა შესვლას, ქვია რეჯი ბარი. და როგორც ჩანს, ფეხბურთია გაშვებული და უყურებენ. ხალხი არ ჩანს ბევრი, მაგრამ მოდი შევალ და რამე ადგილობრივ სასმელს დავაგემოვნებ. ნახოთ როგორ მომეწონება. ეს არის რეჯი ბარი ლადიგეს კუნძულზე. Ederson allonge de son pied gauche, c'est De Ligt qui est à la retombée. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კუნძულებზე დავკავდი საკმაოდ აქტიური და ექსტრემალური აქტივობებით. From town to town, from London to Taiwan. I've been all around the globe trying to protect your soul. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes tonight. Yeah. We are heroes tonight. We will fly above the sky. We are heroes აქტივობა იქნება ჩემთვის გოლფი. მოვედი სეიშელების გოლფის კლუბში. და მე ხა ვაპირებ 9 მოედნის თამაშს. ცოტა წვიმს, მაგრამ როგორც ანდერსონები იტყოდნენ, ლუი ეს რა წვიმაა. ეს რა წვიმა, წვიმების პერიოდში სამხრეთის ზღვებში ვიყავი ჰავაიზე, ქარიშხალში მეძინა. პირველი მოედანი და პირველი დარტყმა. შვენიერი გარემო და ესეც მეორე მოედანი. და აი ეს უკვე მესამე მოედანზე პირველი ნასროლი დავალდა საკმაოდ ახლოს. სეიშელებზე მოგზაურობა, ანუ ტროპიკული აღფრთოვანება ამით დამთავრდა. მადლობა რომ მიყურეთ. შევხვდებით მომავალ ტროპიკულ მოგზაურობაში. Savannah, I'm coming home, Savannah.